ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საერთაშორისო ინიციატივის ღია მმართველობის შესახებ ინფორმაცია მიეღო და არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა. სოფლებში ინფორმირებულობის დაბალი დონე, ინტერნეტიზაციისა და სახელმწიფო ენის პრობლემები. ეს საკითხები ორგანიზატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. შეხვედრას ორგანიზება დემოკრატიული ჩართულობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცენტრებმა გაუწიეს. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია სამომავლო იდეების სახით ჩამოყალიბდება და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმს გადაეგზავნება, რომლის შემადგენლობაში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ისინი იდეებს განიხილავენ, რის შემდეგაც დამტკიცებული ინიციატივები ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მოხდება და მთავრობის ვალდებულება გახდება. მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებთან, აკადემიურ წრესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ღია მმართველობა საქართველოს მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2016-17 წლებისათვის. აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა აიღებს კონკრეტულ ვალდებულებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის საჯარო კონსულტაციების ნაწილი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან არასამთავრობო სექტორის, ასევე საზოგადოების დანარჩენ ნაწილს საშუალება მოგვეცა, რომ მიგვიღო ინფორმაცია ღია მმართველობის შესახებ, რა იგეგმება, რა განხორციელდა და რა არის დაუშვათ რა ეტაპზეა ეს ღია თვითმმართველობის პროცესი.